შემდეგ პარტიი მართლა არ არის ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი ყოველთვის ჰქონდა, რომ ცოტა შვიდი და წყნარი ცხოვრებით გვეცხოვრა. ეს გზა რახანაირჩია, ცხადია, როგორც პოლიტიკოსმა იცოდა, რომ ბრძოლის ველი აუცილებლად გავიდოდა ციხეზე და მეც, რა თქმა უნდა, მაფრთხილებდა წინა დღეებში, წინა პერიოდში, ჩემს შვილებსაც აფრთხილებდა, თუმცა არასოდეს არ არის ეს გაფრთხილება საკმარისი ადამიანის. ჩემთვის არ ყოფილა საკმარისი, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ჩემთვის ამის გააზრება, გადატანა და როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, საკმაოდ გამიჭირდა მორალურად. არ ურჩევდი, რომ არ გინდა, იქნება არღი. ორი აზრი არც გამიბედავს ჩემი ქრისთვის, მე შეკითხვა დამესვა, რომ თუ სხვა რაიმეს აპირებდა. მიუხედავად რომ საშინელია ჩემთვის მისი საპატიმროში ყოფნა დღეს, ორი აზრი არ არსებობდა, რომ რაიმე სხვა გზას მიმართავდა. იმიტომ რომ ამ ბრძოლაში გააზრებულად არის ეს კაცი. ძალიან კარგად ის რომ ჩვენერი განვითარებად ქვეყნებში ეს გარდაუვალი რამ იყო. და იცით, მე უხერხულება ჩემ ტკივილზე საუბარი, როცა ვიაზრებ, რომ ამდენი სინდისის პატიმარი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა პოლიტიკასთან და მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ მოქალაქეობრივ აზრს, სწორ აზრს აფიქსირებდნენ, ისჯებიან და შეიძლება რომ რამოდენიმე წელი აღეკვეთოთ თავისუფლება. და ვჩუმდები, უბრალოდ მცხვენია, რომ ვილაპარაკო ამ თვალსაზრისით ჩემს ქმარზე, რომელიც პოლიტიკაშია და თითქოს ამისთვის მზად უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ამისთვის ადამიანი მზად არასოდეს არ არის და ასმაგად დასაფასებელია ის ადამიანები, ბავშვები და ქალები არიან, რომლებიც არ ვიცი, რაღაც ჯოჯოხეთს გადიან ალბათ ეხლა.